გამარჯობა, ტელერადიო კომპანია ობიექტივის პირდაპირ ეთერში იწყება ინტერაქტივი. მე ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ვარ. ამ დროიდან ნომერზე 557-45-95-98 ტრადიციულად შეგიძლიათ დაკავშირება თქვენი პასუხებით, თქვენი მოსაზრებებით და შეხედულებებით. დღეს ძალიან საინტერესო თემა გვექნება ინტერაქტივში. რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ? ჩვენს ეთერში აზრთა მრავალფეროვნებაა ხშირად, ადამიანები თავიანთ თითვალით დანახულ პრობლემებზე საუბრობენ, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც უნდა გადაიჭრას ქვეყნისთვის და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს ჩვენ, რომ ინტერაქტივში მაყურებლებს და რადიო მსმენელებს ვკითხოთ, რა იქნება ის ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდით თქვენ ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ. მე მინდა დაგარწმუნოთ ჩვენო მაყურებლებო და რადიო მსმენელებო, რომ ჩვენს გადაცემებს ძალიან აქტიურად უსმენენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ამის ბრწყინვალე მაგალითია ის, რომ სწორედ ჩვენი ბრძოლის შემდეგ ერთ-ერთი მთავარი ჩვენ ვიყავით ამ მიმართულებით, დაიწყო ხელისუფლებამ ჯარიმების შემსუბუქებაზე მუშაობა. ხომ ეს უდიდესი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ჩვენი ქვეყნის ბოლო პერიოდში ამის თქმა მინდა ადამიანებს უსამართლო ჯარიმები და გადასახადები მისდიოდათ და იმდენი საუბარი წარიმართა ამ ეთერში, იმდენი ზარი იყო და იმდენი მოწოდება ხელისუფლების მიმართ, რომ ეს უსამართლოა, ყურად იღეს და მუშაობენ ახლა ამას და ნახოთ რას გააკეთებენ ყოველ შემთხვევაში და ამ ხრივ საინტერესოა. ამიტომ დარეკეთ თქვენი სათქმელი უთხარით ხელისუფლებას და თქვენი შტაბ-ჭრილება იქნება მოსაზრება თუ პოზიცია გაგვიზიარეთ ამ საკითხებთან მიმართებაში. რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ? გისმენთ? თქვენ ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა, ხმამაღლა თუ შეიძლება, გისმენთ? გამარჯობა. დაიწყეთ საუბარი, რატომ ჩუმდებით? ხშირად ვრეკავ თქვენ შევაზო და ვერ ვიკავშირდებით. დიახ. ასოხრებულობ, რომ დროებით ვერ დაუკავშირდებით და კარგით, ბატონო, ახლა თქვენ ეთერში ხართ და იქნებ ბრძანოთ, რას გვიპასუხებთ ჩვენს დღევანდელ კითხვაზე? რას გიპასუხებთ? სტუდიაში ცუდად მესმის, აუწიეთ ხმას თუ შეიძლება. არ მინდა დაგემშვიდობოთ, თუ რამე სათქმელი გაქვთ, ბრძანეთ, ბატონო. სათქმელი მაქვს, მაგრამ ვერ გიკავშირდებით. ეთერში ხართ, ახლა ეთერში ხართ. მეორდება ჩემი საუბარი. გამორთეთ ტელევიზორის ხმა და დაიწყეთ საუბარი. თქვენ ეთერში ხართ, ისაუბრეთ, ჩვენ გვესმის თქვენი ლაპარაკი. ჩემი სიტყვები მეორდება, ისე მე მესმის ჩემი სიტყვები, ჩემი საუბარი. ეთერში კარგად ისმის, ძალიან კარგად ისმის ეთერში. თქვით თქვენი სათქმელი. კარგი ბატონო. ნუ ძალიან მწუხვარ, რომ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეთ. თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ მიჭირს ხოლმეო დაკავშირება და აი გამოვედი როგორც იქნაო და აი ასეთ ტექნიკურ მიზეზებში დავკარგეთ მთელი ეს დრო. ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ თქვენი სათქმელი გეთქვათ. ამიტომ გთხოვთ, რომ მოემზადეთ ეთერში დაკავშირების წინ. ზარია კვლავ გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმები. რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდით დღესვე ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ? პირველი ის, რასაც გავაკეთებდი, ხმას აუწიეთ სტუდიაში, ცუდად მესმის. აურებას, პარლამენტს, ბიზნესმენებს და ჩავიდეთ ლოქოში მოსალაპარაკებლად. დიახ. დასალაგებლად ურთიერთობებს. აი ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რომ აფხაზეთიდან მამაჩაბი. ამაზე დიდი პრობლემა ჩვენ არ აღვაქვს. გაერთიანება მთელი საქართველოში. ჩვენ მომავალი თაობების წინაშე ვართ ვალდებულებები. კარგად გამდები. დიდი მადლობა თქვენს არისთვის. 557-88-45 ძალიან საინტერესო თემა გვაქვს დღეს, ვინაიდან ჩვენი საზოგადოების წევრები ყველა თავისი გადასახედიდან
აკვირდება ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ყველა გამოყოფს ხოლმე რაღაც მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც სასწრაფოდ არის გადაწყვეტილება მისაღები. აი დღეს თქვენ რომ იყოთ ხელისუფლების ადგილზე, რას შეცვლიდით და დღესვე რა გადაწყვეტილებას მიიღებდით. ბევრი წინადადება და ბევრი იდეა ისმის ხოლმე სხვადასხვა მოქალაქის მხრიდან ჩვენთანაც მოდიან ისინი ეთერშიც გვიკავშირდებიან და ამიტომ მოდით გამოვყოთ ის მთავარი, რასაც თქვენ მიიჩნევთ საჭიროდ რომ შეიცვალოს სასწრაფოდ. გისმენთ? ალო. გამარჯობა, ეთერში ხართ. გამარჯობა. რაც გითხრათ, მოსკოვში ჩავიდოდი და მოელაპარაკებოდი ყველაფერზე. ჩვენ სასიკეთ. დიახ. დაამატებთ რამეს? მადლობთ, დიდი მადლობა ზარისთვის. 557 88 55 88. რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ? ზარია, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. ორი იყოს რა. ორი იყოს. იყოს ორი. პირველი. დიახ. ჯანმოდან გამომიდოდი დაუყოვნებლი. მეორე. არავის აქცენტქორაში ქართულ მიწებს არ გავასწრებ. დიახ. ესენი. კი ბატონო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოხვიდოდით და ქართული მიწების გაყიდვა შეაჩერებდით. მიღებულია თქვენი პასუხი, დიდი მადლობა. 557 88 55 88 ძალიან დიდი ყურადღებით უსმენენ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ გადაცემას. მე ამას ვგრძნობ იქიდან გამომდინარე, რომ რაზეც აქ ამ ეთერში ხალხი ლაპარაკობს ხოლმე, შემდეგ ამასთან დაკავშირებით რეაგირებები ხდება და საპარლამენტო ტრიბუნებიდან გამოდიან და სხვადასხვა ეთერებიდან პასუხობენ და ახსნა განმარტებებს აკეთებენ და ამიტომ ეს ერთადერთი ფორმატი ძალიან საინტერესოა და გამოიყენეთ, გთხოვთ რომ მიაწვდინოთ თქვენი სათქმელი, რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც თქვენ შეცვლიდით დღეს ქვეყანაში. ზარია, გამარჯობა. ილია გამარჯობა გენაცვალე და მე ამაყივა რომ აი ქართველები რა აი ნამდვილი ქართველები ლაპარაკობენ ვისაც ქვეყანას ტკივათ გულში მართლა გულითაც ტკივათ ზუსტადაც რო ასე არის გენაცვალე დღეს ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი დევს რუსეთში და ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ როგორც თუ რუსეთი დაიღო ჯერ ერთი არ დაიღუპება და თუ დაიღუპება ჩვენც დაღუპული ვართ ეს იცოდეს ყველამ და დღეს ერთის უნდა დავამატო ჩემო ილია ჩემო კარგო დღეს გულბაათშვილაძის მამის დაკრძალვის დღეა და ვუსამძიმრებ გულბაათს და ვუსურებ რომ მისი საქმე მართლა როგორც სამართლიანი ბიჭია ასე სამართლიანად დამთავრებული იყოს დიახ მადლობა ბატონო ბატონი გულბაათი გადაცემების წაყვანასაც ვერ ახერხებდა, იმიტომ რომ მამის ერთადერთი მხარდამჭერი იყო ის და მამას უვლიდა. და როცა ის დააკავეს, უკვე ძალიან მალე გარდაიცვალა მისი მამა, დღეს დაკრძალვა, ვუსამძიმრებთ ბატონ გულბაათს, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ეს რეალობა დღეს დღის წესრიგში და არ ვიცი, სამართლიანობას უსურვებ ბატონ გულბაათს აგრეთვე, იმიტომ რომ მართლაც უსამართლო ბრალდებით არის ეს კაცი დაკავებული, აბსურდული. აი ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანას აბრალებენ ლამის. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით, გისმენთ. რა არის ჩემო გარგო, აქ ვიღაცები რო გაიძახეს, რუსეთი ყოფილა ჩვენი ესე იგი არის შველელი და ესენი თუ არ იქნა და იღუპები და რაღაც ისულელე. მოდი რა თქვა, სიმართლე რა, მტერი და ვარ თქვა, შემოგარგო და მოყვარე. სანამ ამას არ გაითავისებს ქართველი ერი, ჩვენ ახლა ვიცი გასაგებია რომ ქართველები ჯერ ვერ მოერევით რუსებს, მაგრამ ტერისა მივსეთ ბატონო და მოყვარეს და განსაზღვროთ მაინც როგორც ასეთი რა გვინდა ცხოვრებაში ოდიში და უკანალით თუ რა კარგი, თქვენ რას შეცვლიდით, რას გააკეთებდით ყველაზე მთავარს ხელისუფლებაში რომ იყოთ? ამათ ჩემო ბატონო კედელზე მივაყენებდი და როგორც საჭიროა ისე მივახურებდი. თავიდან დავიწყებდი ივანიშვილით. კარგით რა, არ გინდათ ასეთი ლაპარაკი, ჩვენ ხომ, როდესაც რაღაც არ მოგწონს ხელისუფლებისა, მაშინ მათზე უარესი რაღაც არ უნდა ვიფიქროთ და არ უნდა გქონდეს აზრად. ჩვენ სამართლიანობა თუ გვინდა, სამართლიანი უნდა ვიყოთ ყველაფერში, ხომ?
და არ ვიცი, ვერ გეთანხმებით ამაში, თუმცა კრიტიკის მეტი რა არის ხელისუფლების მიმართ უამრავია საკრიტიკო და ამ ეთერში ისმის ეს ყოველთვის. მაგრამ ჩვენ ყოველთვის მშვიდობიან სუფთა ხელებით ბრძოლას ვირჩევთ, ამით არის ეს გუნდი და ეს არხი და ჩვენი მაყურებლის სრული უმრავლესობა გამორჩეული, ამიტომ მადლობა ყველას. დღეს ასეთი შეკითხვა გვაქვს ინტერაქტივში, რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ. ობიექტივში ხშირად მოდიან მაყურებლები და რადიო მსმენელები, ჩვენ ვსაუბრობთ, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ყველა თავისებურად აფასებს, ყველა თავისებურად გამოჰყოფს ხოლმე მთავარ პრობლემებს და მთავარ მიზეზებს, რაც ქვეყნის წინსვლას აფერხებს. ამიტომ ვსვამთ ამ შეკითხვას დღეს გადაცემაში. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ მე ერთი ჩვენი მაყურებელი შემხვდა და მან მითხრა, რომ მეო ხელისუფლებაში რომ ვიყო, პირველ რიგშიო ეროვნების აღნიშნულ გრაფას დავაბრუნებდიო პირადობის დამადასტურებელ მოწმობაშიო. ხომ? აი, ასეთი იდეა გამოთქვა ამ ბატონმა. ზარია ეთერში, თუმცა გაითიშა როგორც მანიშნებენ ამასობაში 557-88-55-88. ზარია, გისმენთ? ეთერში ხართ, დაიწყეთ ოღონდ ტელევიზორს გამოურთეთ, ხმა უკვე იწყება ხარვეზები. გამოურთეთ და დაიწყეთ ბატონო თუ გამოურთეთ. დიახ. აი ახლა ეგ ვინც მოიგონა 100%-იანი მართალი უთქვა რომ უნდა ეწერო ჯერ ეს თავისი ეროვნება ყველა. კეთილი, აი გაითიშა რაღაცნაირად ხარვეზებით ისმოდა, ბოდიში თქვენ იქნებ ხელახლა დარეკოთ თუ ვერ მოასწარეთ დასრულება თქვენი სათქმელისა, ჩვენ სოციალური ქსელებითაც მოგვდის სხვათა შორის წერილები და მინდა რამდენიმე მათგანი გაგაცნოთ პირდაპირ ეთერში. 2023 წლიდან მიღებული კანონების შეჩერება აუცილებელი და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ორი გამომივიდა, მაგრამ არა უშავსო ამბობს ბატონია, დიახ, სახელს არ ვასახელებ. არაბული ქალაქების მშენებლობა შევაჩერებდი სასწრაფოდო, კიდევ ერთი ბატონი გვწერს. ზარია და გავაგრძელოთ მესიჯების ამოკითხვა. გამარჯობა, დიახ. გამარჯობა. დიახ. პრეზიდენტ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მინისტრებს არ უნდა კონდეთ ორმაგი მოქალაქეობა, უნდა იყვნენ მარტო საქართველოს მოქალაქე. დიახ. კი ბატონო. კიდევ რას შეცვლიდით? აი, გაითიშა უკვე. 557-88-55-88. რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ? ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით, დიახ. დაიწყეთ, გისმენთ, ეთერში ხართ, ნუ ჩერდებით, გთხოვთ. გაითიშა, ჩვენ ბოდიშს გიხდით თითოეულ მაყურებელს თუ რადიო მსმენელს, როგორც კი ეთერში ზარი შემოდის და იქ ჩართული ტელევიზორის ხმა გვიბრუნდება, გვიწევს ხოლმე რომ ზარები გავთიშოთ და ჩვენც ვწუხვართ ამის გამო, მაგრამ გთხოვთ რომ გაითვალისწინეთ ეს აუცილებელი რამ, როგორც კი ეთერში დარეკავთ და ზარე გამოვა ნომერზე, სასწრაფოდ გამოურთეთ ტელევიზორს ხმა ბოლომდე. საკმარისი არ არის რომ მოშორდეთ ან ჩაუწიოთ ტელევიზორს. ხმა ბოლომდე უნდა იყოს გამორთული, თორემ უბრალოდ გაგითიშავთ და თქვენი დრო იკარგება ჩვენ დროსთან ერთად, ეს არის პრობლემა. ზარია, გამარჯობა. დიახ ბატონო. მოგესალმებით. უნდა შეცვლილი იყოს ის, რომ პირადობებში უნდა იყოს აღდგენილი ის გრაფები, რაც ამოიღეს. რატო რისკის მაგალითად? დიახ. კი ბატონო. კიდევ რას შეცვლიდით? ხები რომ ამას ითხოვდნენ, რატო არა, რატო დღემდე არავინ ითხოვს? იმისთვის აი კეთილი. ასე უნდა აღდგეს ყველაფერი ტრადიცია. მადლობ, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. გასაგებია 557-88-55-88. ბევრია, მაგრამ რაც შემიძლია მოკლედ ვიტყვი. მიტოვებული, დაცლილი სოფლების ახალი სიცოცხლე. აბა სხვა, მაგათ სხვა არაფრის გაკეთება არ შეუძლიათო სხვაო. და ეს შეუძლიათ, როგორც ჩანს, ქალბატონის აზრით, რომელიც გვწერს მესიჯს. აი კიდევ ერთი შეტყობინება, პასპორტში და პირადობის მოწმობაში ეროვნების გრაფას დავაბრუნებდი.
შეგახსენებთ კითხვას, რომ დღეს რომ ხელისუფლების ადგილზე იყოთ, ის ერთი თავარი საკითხი რა იქნებოდა, რასაც გადაწყვეტდით და რა საკითხია ეს? ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. შემიძლია რომ იყოს სახელმწიფო და ქვეყანას მიუთითებს ჩავატარებდი რეფერენდუმს. რუსეთი თუ ამერიკა. ჩვენ ორივე ქვეყანა გვებრძვის. ერთ-ერთს უნდა დაუძმაკასდეს. ასე აგებეს მოგონი. კეთილი, მადლობა თქვენს არისთვის. თუ შეიძლება ორი იყოსო, სოციალურ ქსელში წერს ქალბატონი, არა მიწების გასხვისებას, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან დაუყოვნებლივ გამოსვლას უჭერ მხარსო. ესეთი შეტყობინებაა. ხალხზე რეალური ზრუნვა, სოციალური თანასწორობა, სამართლიანობა, არჩევნებს დავნიშნავდი სამართლიანს და ვინც ხალხის სურვილი იქნება, ის მოვიდოდა ახალ ხელისუფლებად. წერს ერთი ბატონი. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა ბატონო. დიახ. ჩვენ უკვე დამასწარი ბატონოია ეროვნების აღდგენად და ყველაფერი პირადობის. დიახ. მეორე კიდე არავის კედელზე არ მივაყენებდი და აუცილებლად ბაზარში გავასწორებდი სასწორებს რო უძია სადღაც დასაკარგავს. სასწორებს? მადლობთ, კეთილი, გასაგებია. კიდევ ერთი შეტყობინება მინდა გაგაცნოთ, ხელისუფლებას მოუწოდებდი, რომ პრემია დანამატები მოიკლონ დეპუტატებმა და პენსიებს გავათანაბრებდი და მოუმატებდი ყველას ერთნაირადო, რომ ნორმალურად ცხოვრება შეძლონ პენსიონერებმაო, წერს ქალბატონი. კიდევ ერთი შეტყობინება მოგვდის, ემიგრანტების დაბრუნებაზე მუშაობაა საჭირო და ამას გავაკეთებდიო. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა ილია. მოგესალმებით. კითხვა მინდა გაგისვათ და მე გეტყვით. რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით? ჩადებული პირადობაში ეროვნების ჩაწერა არ ჩაწერა, ევრომოიოს ვერ ხვდები მე მაგას. არა მნიშვნელობა ქართველი ეწეროს ვარეტეროს. და მე რო მითხრა თქვენ და თქვენ ჩემი აზრით მეტი თავისუფლება რომ ისე ხალხ რა, ანუ ეს პარკინგები მოხსნა საერთოდ რომ არ იყოს და ჯარიმების საერთოდ ყველანაირი ვიდეო კამერების ჯარიმები და ყველანაირი ჯერმები და პარკინგები მოხსნა. აი, ბატონო, მესმის, მადლობა თქვენს არისთვის. რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ? ეს არის დღეს ჩვენი შეკითხვა ინტერაქტივში და კიდევ ერთი წერილის ავტორი გვცემს პასუხს. წაუბრძანდებოდი სახლში, მეც დავისვენებდი და თქვენც დაგასვენებდითო. ეს იუმორშია როგორც ჩანს, თორემ არსად წაბრძანებას არაპირებს მაგალითად დღევანდელი ხელისუფლება, მეცაც გეტყვით, ისეთ კანონებს იღებენ და ისეთ გარემოს ქმნიან, რომ მარადიულად უნდათ დარჩნენ და არსად არ წაბრძანდებიან ნამდვილად საკუთარი ნებით. თუ არჩევნებზე ხალხი რაღაც მასიური გამოცხადებით არ შეცვლის ვითარებას. ზარია, გამარჯობა. ეთერში ხართ, დაიწყეთ. გამარჯობა. დიახ. ბატონო, აი რომ დაუშვოთ, რომ აი დაადრევათ შეგიძლიათ გამოიწვიოთ და ანუ ყველაფერი იქნებაო. ვიცი უნდა გამოვიკვლიოთ, იმას თუ გეკითხებიან, რომ 70 ლარი მარტო ერთთან ვიზიტი არ ყოფა. იმის იქით რა გავაკეთოთ? დიახ. თვითონ ამდენი აქვს და არა აქვს პრობლემა და არის ხალხის პრობლემა და ჩვენ დავაკეთეთ ეძახი საჭმელი მოუტანეთ ანუ თუ გამოფხელებზე ზიანო და თქმა უნდა გამწვევა ყველას გინდა და სიცოცხლე ყველას გინდა მაგრამ რიცი დიახ. მადლობა, დიდი მადლობა თქვენს არისთვის. თქვენ უსმენთ და უყურებთ ტელერადიო კომპანია ობიექტივს. თელ საქართველოში გვიყურებთ, ხოლო რადიო სიხშირეზე FM 105 და 1 დედაქალაქში გვისმენთ დამატებით, ასე რომ მოვიკითხავ რადიო მსმენელებსაც, ტელემაყურებლებსაც, შეგიძლიათ ნომერზე 557 88 55 88 დაგვიკავშირდეთ ეთერში. გამარჯობა, ზარია კვლავ. გამარჯობა. დიახ.
როგორც მივხვდით, თემა ეს გყავთ, რაც გავაკეთებდით ხელისუფლებაში რო ვიყოთ. დიახ, პირადად თქვენ რა შეცვლიდით დღესვე იმ თავარ გადაწყვეტილებას რას მიიღეთ? მე შევცვლიდი თავარ ბოროტება რაც არის ამ ქვეყანაში, ბანკის პროცენტებს გაუთანაბრებდი ამერიკულ და ევროპულ ბანკის პროცენტებს და ყურადღებას მივაქცევდი დასაქმებულების სამუშაო გრაფიკებს. დიახ. მადლობა. მნიშვნელოვანი პუნქტები დაასახელეთ თქვენ და ეს მართლაც პრობლემაა დღევანდელ ჩვენს ცხოვრებაში. ძალიან მძიმე სამუშაო პირობები აქვთ დასაქმებულებს და ხელფასი და ანაზღაურება აქვთ სრულებით არასამართლიანი. ამაზე არაერთი გადაცემა ცალკე მოგვიმზადებია ჩვენ და დიდი გულის ტკივილით და აქტიურობით ვუდგებით ხოლმე ამ თემას ობიექტივის გუნდი. ზარია ეთერში, გამარჯობა. მოგესალმებით. ცუდად ისმის, საკმაოდ ცუდად. ხელახლა ბრძანეთ. გაითიშა როგორც მანიშნებენ. კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდით და იქნებ გამოსწორდეს ეს ხარვეზი, უბრალოდ არის მოდა. მორიგი ზარია ეთერში, გამარჯობა გისმენთ. გამარჯობა ბატონია. გამარჯობა, დიახ. გამარჯობა. დიდი მადლობა, თქვენ როგორ გიკითხოთ? მადლობ, მე ისე ვარ, როგორც აქიანი უდაბნოში. რატომ? რას გულისხმობთ? რადა, მივდივარ არცანი, არც ბალახი, აფათი და უნდა გავიდე დაღმა. ამშვიდობოდ, სადაც წარიწება და ბალახი. ეხლა, შემოილია, მე საქართველოში ხელისუფალი რო ვიყო, იცი რა შევკვიდი? რას? არ მოვაკეთებდი ქართველებს და არ დავწინებდი ქართველებს. აი, ამას გავაკეთებდი ჩემო ახალგაზრდა. დიახ, არ მოატყუებდით და არ დასცინებდით ქართველ ერს, ხომ? ამას კი ბატონო. კეთილი, დიდი მადლობა, ეს უკვე ძალიან კარგი საქმე იქნებოდა, მინდა გითხრათ. რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ, ასეთი საინტერესო თემა გვაქვს დღეს ინტერაქტივში, ვინაიდან ჩვენი საზოგადოების წევრები ყველანი თავისი გადასახედიდან უყურებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას, პრობლემების აღქმასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ხედვებია და სხვადასხვა საკითხების ახელდება. ჩვენთან მაყურებლები ხშირად მოდიან და გვიზიარებენ თავიანთ აზრს. აი, პარასკევს გქონდა ჩვენთან შენობაში ძალიან საინტერესო შეხვედრა ამ მაყურებლებთან და რადიო მსმენელებთან და იქ ბევრმა წინადადებამ გაიჟღერა და ამიტომ გადავწყვიტე მე დღეს მეკითხა თქვენთვის, რას თვლით იმ თავარ საკითხად, რაც გადასაჭრელია. ანუ ზარია, გამარჯობა. გამარჯობა, ილია გენაძე. შეიძლება ორი რამე რომ ვთქვა? ორი იყოს, კი ბატონო. ჩემოშვილო, პირველი რუსეთს დაველაპარაკებოდი, აუცილებლად პირველი. ჩვენ სხვა საშველი არ აგვაქვს, რომ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიების შვილო და მეორე. ამ საწოდავ პენსიონერებს მივხედამდი შვილო. მადლობთ გენაძე. მადლობა, დიდი მადლობა ზარისთვის. პენსიონერებს ნამდვილად სჭირდებათ დიდი ყურადღება, ზოგადად სოციალური ფონი ძალიან მძიმეა ქვეყანაში, უთანასწორო მდგომარეობაა სოციალური თვალსაზრისით, პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებიც ბიზნეს ელიტას, სახელმწიფო ელიტას წარმოადგენენ, დიდრდებიან ყოველდღიურად და ამ დროს მოქალაქე ღარიბდება. ჩვენ ამ ყველაფრის პარალელურად დღეს გვითხრეს, რომ 2400 ლარამდეა თურმე ქვეყანაში საშუალო ხელფასი და ეს არ არის სიმართლე. ნამდვილად არ არის. იმ მილიარდელების და მილიონერების ხელფასების გამოა, რომ ასეთი საშუალო მონაცემია გამოთვლილი. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. რა არის შეკითხვა? რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებდით დღესვე ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ? გისმენთ. ბანკის პროცენტებს დავწევდი.
ბანკის პროცენტებს. ნამდვილად უსამართლო პროცენტები გვაქვს. ხომ არაფერს დაამატებთ? ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რა პროცენტებიც არის, მაგ პროცენტებზე დავაყენებ. დიახ. კეთილი. მადლობა დიდი ზარისთვის. 557 88 55 88. არ დაგვავიწყდეს არაბული ქალაქების თემაც. პირადად მე ერთ-ერთ მთავარ გადაწყვეტილებად ალბათ არაბული ქალაქების მშენებლობის გაუქმებას მივიღებდი. იმიტომ რომ ეს ძალიან გვაწუხებს ყველას. ხელახალი არჩევნების თემა დასახელდა მაგალითად სოციალური ქსელებით მოგვწერეს, სამართლიანი არჩევნები ოღონდ, სოციალური საკითხები, პენსიები, ხელფასები. კიდევ ზარია, გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო ელია. მოგესალმებით. ბატონო ელია. ჩემი უპირველესი საზრუნავი იქნებოდა მე რომ ვიყო ხელისუფლებაში. რუსეთში ჩასვლა რომ დამჭირდეს ასეულობით ჩავიდოდი და მთავარ საკითხზე რაც ჩვენ ტერიტორიები გვაქვს დაკარგული ამ საქმის დაყენება. ბევრჯერ ცდილობის შემდეგ ალბათ რაღაც შედეგი დადგებოდა. აქ ზოგი მაყურებელი აკრიტიკებს რუსეთს ძალიან ზოგი აკრიტიკებს მართალია რუსეთი იქ იბრძოდა ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენს ისტორიაში ყოფილა ისეთი დღე რომ რუსეთი ჩვენს გვერდით იბრძოდა. ჩვენ რომ ფიზიკურად გადავჭით ქართველები მილიონზე ნაკლები ვიყავით, ჩვენ რომ გადავჭით გადაგვარჩინა რუსეთმა ფიზიკურ განადგურებას. კარგით, აი სხვა საკითხსაც დაასახელებდით. ისწრებოდა. ჩვენ ნამეტანს ყურობდით, ნამეტანს ვაგინებდით რუსეთის მიმართ სულ სიტყვის ხმარობდით და შედეგია ის, რაც დღეს ჭირს და ვინც არ იბრძოდა დამოკიდებულებისათვის, იმას ყველა მიიღო დამოკიდებულება ჩვენ ნამეტანს ხუდად დავიწყეთ პროცესი და ამიტომ ჩვენ ასე გავიწერის და შეიძლება ჯერ კიდევ შესაძლებელია რუსეთი ერთმორწმუნე დღეს ისეთი ვითარება რუსეთში ისეთი პოლიტიკური მდგომარეობა არის არ ამგონია რომ სურვი შეგვაქცია ყველა. კარგით, მადლობა დიდი. გასაგებია თქვენი სათქმელი 557 88 55 რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა თინია ბატონო. მოგესალმებით. პირველ რიგში რა შევწვიდი ისინი? დიახ. პირველ რიგში შევწვიდი რომ აი ნუ ამათან ეხლა არანაირი აზრი არ არის, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებაში ვიც მოდის სპეციალური მოწყობილობას დავამზადებინებდი რომ დაგვიხიდე ამ სინდიკის დარღვი თუ არა. კარგად ვერ გავიგე რა მოწყობილობაზე საუბრობთ უკაცრავად. აი სისხლის თუ უსინდისოა თუ უსინდისო არ არის. გასაგებია. ხო და ეს ბატონოია ეს ნახევრად ხუმრობი გიხარით, მაგრამ კი. სინამდვილეში იცით რა არის. აი დააკვირდით ერთ რამეს. რამდენი პარტია ხო საპარლამენტო არჩევნებში ეს პალიანტის შეხვედრას მასწავლეთ. არავის არ უთქვია რომ აი შეშემოწმება დასაქმებაზე. გაგიგია თქვენ ეს რა? სამწუხაროდ პირადად მე არ მსმენია. ხო და არც არავის კი დასაქმებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ შეშემოწმებაზე არავინ არაფერს არ ამბობს. ხო და აი პირველი გამოვასწორებდი და ცოტა კეთილსინდისიერი მეტი ყურადღება სჭირდებათ დასაქმება. კი, მადლობა თქვენს არისთვის, გასაგებია რასაც ამბობთ. პირდაპირ ეთერში ვართ, ეს ინტერაქტივია. 557 88 55 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერია. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. დიახ. მე მინდა ერთი სათხოვარი გითხრათ. კი ბატონო. არავინ არასოდეს არ ახმაურებს იმ ფულს, რომელიც ქონდა შეტანილი შემნახელ სალაროებში. ანაბრები. ხო, იქნება გახმაუროთ, რომ იქნება რაღაცა დავგი, ცოტა მაინც დავიბრუნო.
რა კომპენსაცია რა, მადლობა. გეთანხმებით, დიდი მადლობა თქვენს არისთვის, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფომ ამ შიდა ვალის გასტუმრებაზე უნდა იფიქროს, ეტაპობრივად მაინც აღარ არის ამდენი დრო და თქვენ იცით რომ ჩვენი გუნდი ამაზე ძალიან ხშირად საუბრობდა, სპეციალური პროგრამაც არსებობს, სადაც საზოგადოების ყველაზე მთავარი მოთხოვნებია ჩამოწერილი და აქ ეს აღნიშნულია. ზარია, გამარჯობა. გამარჯობათ. გისმენთ, მოგესალმებით. მოგესალმებით, ილია. თქვენც ასევე, მადლობთ. პატარა დროს წაგაცეთ. გასათხრებულ პენსიონერებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ. კი ბატონო. 65 წელით შევსრულდი, ანუ ასაკით პენსიონერი ვარ. დიახ. და ამ წუთას მოვედი, ადრე მითხრეს, რომ მიცკევიჩის ურაცაში მიყოლო. იქ არის სამგზავრო ბარათო, რომელიც თვალსები 20 თეთრი ერთი. დიახ, დიახ. ხოდა. შენ მოგიგეთოს, იმიტომ რომ გავლენებიდან ახალ გასული პენსიაშიო. არ მოგწეს ბარათი. და ძალოვნებს რატომ არ ეკუთვნითო? ყოფილი პარლამენტის წევრებს არ ეკუთვნითო ეს არის კანონიო და რა ვქნა მეკალბატონო და რა უნდა მეთქვა. ხოდა ხალხი გყავს დაყოფილი კატეგორიებად. ეს რანაირი მიდგომა რა. გეთანხმებით. კი. დიდი მადლობა, ხომ არაფერს დაამატებთ? აი, რა უნდა დავამატო? უკეთესობას ველოდებით და იქნებ შეიცვალოს ყველაფერი ამ ქვეყანაში. გეთანხმებით, ეს დიდი პრობლემაა. სხვათა შორის კიდევ არსებობს აქ საპენსიო მიმართულებით არაერთი პრობლემა. ადამიანი რომ საპენსიო ასაკის გახდება, 60-ის იქნება ქალბატონების შემთხვევაში თუ 65-ის მამაკაცების შემთხვევაში, როგორც კი შეუსრულდება საპენსიო ასაკი და დაბადების დღე ექნება, კიდევ ერთი თვე უნდა ელოდოს დამატებით, რომ პენსია აიღოს. და კიდევ ერთი თვე უნდა ელოდოს, რომ ეს სამგზავრო ბარათი მისცენ. რატომ უკარგავ იმ ერთ თვეს ადამიანს, როდესაც 60 წელიან, 65 წელი ელოდებოდა პენსიაზე გასვლას და ერთ თვესაც აჭრიან და აკლებენ და ართმევენ. და ალოდინებენ ამ დამსახურებულ და გამოცდილ და ღირსეულ ხალხს, განსაკუთრებული პატივისცემა პენსიონერებს. იცით ჩემი დამოკიდებულება პენსიონერების მიმართ, ისინი მთელი ცხოვრება შრომობდნენ, საქმეს აკეთებდნენ, ამ ქვეყანას ემსახურებოდნენ, გამოცდილება ცოდნა დაუგროვდათ და ასეთ ადამიანებს როგორ შეიძლება ასე უგულოდ და გულცივად მოექცე. ზარია ეთერში გისმენთ. ალო, დილაუშვიდობისა. ისმისელი ხმა. თქვენი ხმა ისმის შუადღე მშვიდობისა დაიწყეთ გთხოვთ. კეთილი, ცუდად გავიგე, მაპატიეთ. 5-5-7-88-45-98. რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ? ვინაიდან საზოგადოების წევრები განსხვავებულად ხედავთ ყველანი თავარ პრობლემებს და თავარ გასაჭირს ამ ქვეყნის, ამიტომ ვსვამთ ამ კითხვას დღეს და დაასახელეთ თქვენეული ხედვა. საინტერესოა ამ კუთხით და მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენს გადაცემებს ძალიან დიდი მაყურებელი და რადიომსმენელი ჰყავს, არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც გვისმენენ. თვეების განმავლობაში რაღაც თემაზე ვიჩხუბებთ, შემდეგ ვხედავთ, რომ პარლამენტში ეს საკითხი განსახილველად არის გატანილი. მაგალითად, უსამართლო ჯარიმებზე ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ და ახლა დაწყებულია მსჯელობა, როგორ შეამსუბუქონ ეს უსამართლო ჯარიმები. კიდევ სხვა არაერთი მსგავსი იყო. და ამიტომ მიმართეთ ხელისუფლებას, უთხარით თქვენი სათქმელი. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. პირველი და მთავარი, აი ეს უცხოელები, რომლებიც არიან დღეს, აქ ყველას აბსოლუტურად არ დავწოვებდი არცერთ. და მოგიყვანდი ეროვნულ ხელისუფლებას, არა ისეთ, რომლებიც უძახიან ეროვნული და არაფერს ეროვნულს არ აკეთებენ დღემდე. ნაბდი, აი რომელიც იყო ის გამსახურდია დროს, აი ის იმ დონის ნამდვილ ეროვნულებს, რომელსაც ძალზვიანი ქართველები არიან და დღეს არის მანან არჩვაძეს მართლაც შეუძლია. ეს არის წყარი, რომელსაც შეუძლია, რომ დღეს აი ყველაფერ ამ ეს პრობლემები მოაგვაროს. და აი ასეთ ქალბატონს და
ცოტნე გამსახურდია კიდევ, რომელსაც თქვენ გთხოვთ, რომ ერთხელ მაინც რაღაც თქვით ცოტნეს მიმართ, რომ განთავისუფლო მურჩხულებმა იქიდან. გასაგებია თქვენი ზარი, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ოჯახის საქმეებში, არ მაქვს უფლება რომ ჩავერიო. ოჯახი თავად იტყვის თავის სათქმელს და თვითონ გაერკვევიან, დარწმუნებული ვარ ერთმანეთის საკითხებში. ეს პირადად ჩემი ერთი კაცის აზრია, მაპატიეთ. 5-5-7 98 95 რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ, კვლავ ზარია, გამარჯობა, გთხოვთ დაიწყეთ. გამარჯობა ბატონელია. მოგესალმებით, დიახ. მე რას მოვიტყოდი იცი? დიახ. ჩაეთრეოს. პარტიის რა ქვია, ქართული ოცნება ამ ქვეყნიდან. და მოვიდეს ეროვნული ხალხი პატრიოტთა ალიანსი. აი ეს არის ჩემი სიტყვა. იმართლე, ზუსტად იმართლე, დავიხარეთ მაშინ. მადლობა. მადლობთ, დიდი მადლობა. სოციალური სამართლიანობა გვჭირდება ჩვენ. დღეს პირიქითაა საქმე. რაღაც წრე მოსახლეობის 9%-ზე ოდნავ მეტი მდიდრდება და მოსახლეობის 99%-ზე მეტი ხელმოკლედ ცხოვრობს. ეს უთანასწორობა გვაწუხებს აგრეთვე. საშინაო და საგარეო მიმართულებით რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რასაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლებაში რომ იყოთ? გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა ბატონელია. დიახ, დიახ. მე რაოს მოქმედებდი და სტალინის ებურ პერიოდს გავიხსენებდი და კალკულაციას გავაკეთებდი ამ ოლიგარქების. კეთილი. მადლობა დიდი, გასაგებია. არავის არ უყვარს ხოლმე ოლიგარქები და მილიარდელები და მილიონერები. უმეტესწილად ეს ყოველთვის ასე იყო და ალბათ ასე იქნება მომავალში. რა გაეწყობა? ზარია ეთერში, გისმენთ ყურადღებით. დაიწყეთ გთხოვთ. მოგესალმებით. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა, დაიწყეთ ჩემო ბატონო. პირველში ბანკის პროცენტი დაუწევდი. ბანკის პროცენტი, დიახ. დიახ. მეორე სოფლის მეურნეობას ავაღორძინებდი. ო, ეს არ დასახელებულა დღეს არადა მნიშვნელოვანია. დიახ, დიახ. და მესამე მოვახსენდი სტრატეგიული ობიექტების ნაციონალიზაციას. დიახ. დიდი მადლობა. საინტერესო იყო, მადლობა თქვენ ზარისთვის. 5-5-7 98 55 რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ? ეს ჩვენი შეკითხვა. მე აგრეთვე მინდა ჩვენი სოციალური მედიის შესახებ შეგახსენოთ, რომ ყველა სოციალურ ქსელშია წარმოდგენილი ობიექტივი, ქართული ასოებით უნდა აკრიფოთ ჩვენი არხის სახელი და გამოიწეროთ, რათა საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ ხოლმე. ზარია, გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ილია გენაცვალენ. დიახ. სახელმწიფო რომ არ აგვაქვს, რა შეკითხებს ვამთ? სახელმწიფო არ აგვაქვს, სახელმწიფო უნდა გქონდეს. თუჩის ჩვენ საერმა სახელმწიფო არ შევქმნით. წასულია ჩვენი საქმე. მინისტრები არიან, მაგრამ ისინი მინისტრები არიან ბიზნესი აწყარებს ხალხს და მაგინი მდიდრდებიან. ხოჩ? კი. სახელმწიფო გვინდა, სახელმწიფო. ან ჩინური მოდელი, ან სხვა მოდელი. სახელმწიფო არ აგვაქვს. კეთილი. მადლობა, სამართლიანი, მოქალაქეზე ორიენტირებული და მზრუნველი, დემოკრატიული, თავისუფალი, თავისი ტრადიციების დამცველი ქვეყანა გვინდა, რა თქმა უნდა და რა მოდელი იქნება ეს? ხომ, ამაზე ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა დემოკრატიული უნდა იყოს. ქართველი ხალხი არადემოკრატიულ ვითარებას და წყობას ვეღარ და აღარ შეეგუება. დამთავრდა ეს დრო უკვე. ზარია, გისმენთ? გამარჯობა ბატონო. მოგესალმებით ჩემო ბატონო. დიახ. მე ვარ გიორგი გობეჯიშვილი და პირველ რიგში აუკრძალავდი დიახ. პოლიტიკელების დალადობას ქართველებს. და ყველა ერთეულ ადამიანს გავათავისუფლებ.
კი ბატონო. კიდევ რას გააკეთებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ, ახალგაზრდა კაცი რეკავდა თავისი სათქმელით და მინდოდა მეტი საუბრის საშუალება მიგვეც ამისთვის, მაგრამ გაითიშა უკვე. მადლობთ ზარისთვის 557-88 55-88 სხვათა შორის სოციალური ქსელებით კვლავ მოდის წერილები, ყველას საკითხვას ვერ ვასწრებ. აზარტულ თამაშებს დავხურავდიო ერთ-ერთი ადამიანი გვწერს. ზარია გისმენთ? ალო. გამარჯობა, გისმენთ? გამარჯობა. პრეზიდენტ, პრემიერ-მინისტრი. თუ შეიძლება ხმამაღლა ბატონო ჩემო და უფრო კაფიოთ. თანამდებობის ხალხს არ უნდა კონდეს ორმაგი მოქალაქეობა. პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები გავონ უწევთა პროცედურები მარტო საქართველოს მოქალაქეები. კი ბატონო, სხვათა შორის ეს მეორე ზარია, სადაც იგივე საკითხს ასახელებენ, რომ მაღალი თანამდებობის პირები ქვეყანაში არ უნდა იყვნენ ორმაგი მოქალაქეები, სხვა ქვეყნის და პლუს საქართველოს, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს. გასაგებია 557-88 ეს ჩვენი ნომერია. ზარია ეთერში, გისმენთ, დაიწყეთ გთხოვთ. გამარჯობათ. მოგესალმებით, დიახ. პირველ რიგში საქართველოს უნდა გადავიდეს საპრეზიდენტო მმართველობაზე. და მაშინ ყველაფერს ეშველება. საპარლამენტო მმართველობა არ შეიძლება ისეთ ქვეყნებში. დიახ. არ შეიძლება ისეთ ქვეყნებში, როგორც არის საქართველო. იმიტომ რომ საპარლამენტო მმართველობა ხარდება იმ ქვეყნებში, რომელიც ქვეყნებიც დეგრადაციას განიცდიან. ამით მე რამედა თქვა და სულ დაწყნარდება. მაშინ ხალხის არჩეული პრეზიდენტი მართავს პოლიტიკას. დიახ. პრემიერ-მინისტრი ეკონომიკას. პარლამენტი მინიმუმ 100 კაცი და პარლამენტში არ უნდა აერჩიო ადამიანი, ვისაც სამსახური გავლილი არ აქვს. კეთილი. საქართველოს გადარჩება. მადლობთ ჩემო ბატონო, პირადად მეც როგორც ერთი მოქალაქე ვიზიარებ იმ აზრს, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ერთი ძლიერი, ლეგიტიმური მმართველი, რომელიც თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. და არ უნდა იყოს ეს პირველი პირი დამოკიდებული აბა ის ბიზნესმენები თუ ის საპატიო მოქალაქეები თუ ვიღაცეები, ვინ რას უკარნახებს. თავად ბატონი ბიძინა რომ იყოს დღეს ხელისუფლების პირველი პირი, ის ჯობია, იმიტომ რომ დღეს ვინც ყავს ეს ბატონი თავად გამოდის და ამბობს მეო პირველი პირი კი არა, მეორე პირი ვარო. და მეორე პირი როგორ მართავს მაშინ ქვეყანას, ხო? აი ძალიან ბევრი პრობლემა იქნება ამით. უნდა არსებობდეს აგრეთვე კანონით შეზღუდვა, რომ პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი, მოკლედ ქვეყნის პირველი პირი არ უნდა აირჩიოს, არ უნდა გქონდეს არჩევნებში მონაწილეობა bis უფლება 2 ვადაზე მეტ ხანს. ეს 2 ვადა მაქსიმუმ 4 წელი უნდა იყოს თითო ვადა. ხომ აი რუსეთში მაგალითად 6 წელია ერთი ვადა პრეზიდენტობისა და ეს ბევრია ძალიან. 4 წელი მაქსიმუმ ერთი ვადა და 2 ვადით მოდიოდეს პრეზიდენტი. და ერთი პოლიტიკური პარტიაც. ისე კი არა რომ შემდეგ გადაბარგდებიან სხვაში, გადმობარგდებიან და ასე მარადიულად პარლამენტში შედან ზოგიერთი, რომ ამოგვიყვანეს ხელში უკვე და შეგვაზიზღეს პარლამენტიც და პოლიტიკოსების დიდი ნაწილიც. ზარია ეთერში გისმენთ? გამარჯობა. მე პირველ რიგში დავაკეთებდი თორიურებს, დაურიგებდი ბინებს. დიახ. თითქოს ვარიგებ თუ ამბობენ ქართული ოცნება, არ არის ოცნება არას არიგებ სახელმწიფოს და დარჩნენ კუჩაში ბინებს დაურიგებდი. კი, უამრავი ოჯახი ელოდება სიმართლე გითხრათ ბინის მიღებას და ვერ ახერხებს ამას. აქაც ეჭვებია რომ რაღაც კორუფციული გარიგებები ხდება. ზოგიერთი შეძლებული ოჯახი 2 და 3 ბინას იღებს და ვისაც ნამდვილად უჭირს, ის ადამიანები ბინას ვერ იღებენ. გულისხმობ იძულებით გადაადგილებული პირები და ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი პრაქტიკაა. მომლოდინეთა რიგში არიან მთელი ცხოვრება და არ ეღირსათ ეს ბინა.
557-95-98 რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლების ადგილზე რომ იყოთ? ამ კითხვას იმიტომ ვსვამთ, რომ ხშირად გვიკავშირდებიან მაყურებლები, რადიომსმენელები ჩვენ სტუდიაში მოდიან და სხვადასხვა ხედვა აქვთ ხოლმე მთავარი პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს და სწორედ ამიტომ მოდით მოვისმინოთ ყველა სათქმელი დღეს გადაცემაში და მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებასაც, რომ მოისმინოს და გაითვალისწინოს ის, რაც აწუხებს და რაზეც ფიქრობს ჩვენი ძვირფასი საზოგადოება. ზარია ეთერში, უამრავი ზარია. გისმენთ? გამარჯობა. მოგესალმებით. გაიხარეთ. მადლობა დიდი. იცით, ყველა ადამიანს საქართველოს ვინ ცხოვრობს დაურიგებთ ის $12,000 და უფრო მეტ დოქს და ან ვაჩუქებდი უბინავებს ეს ამდენი სახლები რო შენდება ეს სახლს მაინც ეს სახლს ან გავიქრებოთ. კი ბატონო. და კიდე დავიცავდი უფლებებს ადამიანის თუმცა აღლითების გარდა ისე დაჩაგრულები ან დაავადების ყველანაირ თვითონ ადამიანს გამოვკითხავდი და დავიცავდი მათ უფლებებს. მადლობ, დიდი მადლობა. რელიგიას ვასწავლები ყველას. ათწლებას მაინდან დაწყებული გაივიდა ყველა რელიგიას. საინტერესო იყო რაც ბრძანეთ, მადლობა თქვენს არისთვის. ბევრი ყავს სხვათა შორის ქვეყანაში თაღლითობის მსხვერპლი და ისინი სამართალს ვერ აღწევენ ბევრი ბრძოლის მიუხედავად. რელიგიის სწავლება ეს საჭიროა. რელიგიური განათლება თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. გეთანხმებით ამაში. კარგი პუნქტები დაასახელეთ, მინდა გითხრათ. 557-95-98. გამარჯობა, თქვენ ეთერში ხართ. გისმენთ? გამარჯობა, თილია. მოგესალმებით. აი მე რო მაგალითად. აი გურჯანის რაიონში სოფელ არასონდასე იმ ხელა ქართულ ფერმა იყო 3 სოფლის ქალები მუშაობდნენ. კვერცხის ბევრი იყო. ქათამის ბევრი იყო. და ფრედ ყავდა იმდენი რომ მოკლედ აი სოფლის თავიდან სოფლის ბოლომდე 4 მტერელად მოდოდა თვარე. აღარ სხვავია, აღარ ფაცმებია. საფტავი მილები ამოიღეს. ჯარში ჩააბარონდა. ალი არა ფოთა გაკეთდა. დიახ. კეთილი. პირველი სოფლის ნიჩემდი შესაძლებლობა რომ დაბრუნებულიყო ხალხი სოფელში. კი ბატონო, ყურადღება სოფელს, მეტი ყურადღება და განსაკუთრებული ყურადღება ამას ამბობთ თქვენ. გასაგებია. დღეს ინტერაქტივში ასეთი კითხვა გვაქვს, რა არის ის ერთი გადაწყვეტილება, რომელსაც დღესვე მიიღებდით ხელისუფლებას რომ წარმოადგენდეთ. პირდაპირ ეთერში დაკავშირება კვლავ შეგიძლიათ, ცოტა დრო გრჩება, მაგრამ მოგისმენთ. გამარჯობა, დაიწყეთ გთხოვთ. გაგიმარჯოთ, ტოზილების დინარზე ითქვა. ვინც გამოიქცა აფხაზეთიდან, ყველა თბილისშია და ბინები აქვს და ვინც დარჩა მერესობოში წავიდა, იმათ საერთოდ ბინები არ აქვს. ეს ბინების საკითხი და მერე ვეტერანების საკითხი. ადამიანმა სადმე თითი რო დაკარგა, ომის ვეტერანადაა გაფორმებული და ჩემი ძმა 4 ჯერაა დაწვილი, სიძე ტყვედაც იყო. ესენი ამათ არ აქვს ომის ვეტერანის სტატუსი. ლაჩემნებიძოს მე მინაცდება ეს გამგებელი და ეთქვის, შენ არასწორად გაქვს სტატუსი, შენ ბინა არასწორად მიიღეთ. ეს უსამართლოდ მიღებული ხალხი ადვილი სამართალია. კი ბატონო. მადლობა ქალბატონო თქვენს არისთვის. ალბათ ერთი მაყურებლის თუ რადიომსმენელის მიღებასაც შევძლებთ გადაცემაში, დრო ბევრი არ არის სამწუხაროდ და უნდა დავასრულოთ და აი დღევანდელი ინტერაქტივის ბოლო ზარია. გამარჯობა, დაიწყეთ, გისმენთ. გამარჯობა ილია. მოგესალმებით, დიახ. ძალიან გაოგნებული ვარო. პირად საკითხებზე რომ ლაპარაკობთ ეს აუცილებელია, მაგრამ ტერიტორიების დაბრუნებაზე რომ არავინ არაფერს ამბობს, ალბათ ხელისუფლებას იმიტოა გაჩუმებული და მასწავლებელი. ეს ქალბატონო იყო რამდენიმე ჩემთვის ყველაზე მთავარი, ყველაზე უმთავრესი არის აფხაზეთის და სამოჩაბლოს დაბრუნება. როგორც თურქეთში დაკარგეთ, ესეთი უნიკალური ტერიტორიები, თავისი უნიკალური ქართველებით, რომლებიც გადაშენდა და მუსლიმანები გახდნენ. აი საერთოდ დავკარგავთ აფხაზეთს და სამოჩაბლოს. თუ ხელისუფლება არ დაიწყო რუსეთთან მოლაპარაკება. დიახ.
მადლობა დიდი ზარისთვის, გასაგებია თქვენი სათქმელი. დღეს ამით ვასრულებთ, უამრავი და საინტერესო ზარი შემოვიდა გადაცემაში და მადლობა მინდა უთხრა თითოეულ რადიო მსმენელს და ტელემაყურებელს, ვინც გვისმენდა, გვიყურებდა და გვირეკავდა. ნახვამდის, ილია ჩაჩიბაია უძღვებოდი დღეს გადაცემას.